გამარჯობა, მივესალმები ჩემ გამომწერებს. დღეს მინდა ისევ და ისევ დავბრუნდე ახალი ამბებით გახარიასთან მიმართებაში. ეს დანაშაულებრივ მას სინდიკატებმა რო ერთმანეთს დასცხეს ქუჩაში და მინდა მოგეწოდოთ ახალი ამბავი. როგორც ყველა ველოდით, გახარია აღმოჩნდა კაიფში. ახლა ვისთვისაც უცნობია ეს ამბავი და მაგის სისტემური გამправებლებისთვის. ხო, გახარიას პროსტო შარავანდედი აკლია თუ რა სადამაღლდებოდა, როგორც უფალი, მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირი რეალობაც არსებობს და მოდი იმ რეალობით შევხედოთ ყველაფერს. ხო, ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გაწვდით და ამითი არ ვცდილობ არანაირად ეს კრიმინალური რეჟიმი რო არის, კოცები, ვისაც გახარია ედგა მსახურებაში, მაგენი გავაპრაო, მაგათი გამправებლის დედა მოვტყან, პირდაპირ ვიტყვი, აგერ და თუ რამე არსებობს ქვეყანაში ძალა, ყველანაირი რესურსიც უნდა ვებრძოლოთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ადეკვატურად ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ერთი წავიდეს და იმაზე უარესი უბედურება მოგვივიდეს ამ ნაგავით. მე ყოველთვის მივესალმები სოციალურ რევოლუციას და ქუჩაში ხალხის ძალის გამოსვლას, რეალურად ხალხის ძალის გამოსვლას და რა თქმა უნდა, ხელახალ არჩევნებს მივესალმები და მივესალმები დღევანდელ, დამყაყებულ, გარიგებულ კოლაბორაციონისტების სამუდამო ჩახსნას ქართველი ერის ბედიდან. მაგრამ ეხლა ეს ცოტა ვრცელი თემაა და მე მინდა კონკრეტულად მაგ საკითხზე ვილაპარაკო, რა გააკეთეს კოცებმა და ნაცებმა ერთად. გახარია არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის ვირთაგვა და უცხო ქვეყნის ძალებთან გარიგებული ნაძირალა მოყოლებული რუსეთიდან, კაცო. ვინმე არ გეგონოთ, რომ ეს არის რაღაცა ევროპული ღირებულებების მატარებელი და არა. მთელი თავისი კონტაქტებით ეს არის გაფუჭებული ნაქართველარი ნაძირალა, რომელიც დღეს მტერს ჭირდება ჩვენს ქვეყანაში, ჭირდებოდა და გამოიყენა და ეხლა ჭირდებოდა რომ გამოიყენოს. ამიტომ რეალური შეფასება რომ მივცეთ სიტუაციას, ეს ბრძოლა ქუჩის ბატლი რო აიწია, გამიგე? იქ რანაირ რაღაცა მოხდა, იცი? ერთმა გახწნილმა მეორეს გახწნილს წააძახა და წაამადლა თავისი თავი და თავისი ცოდვები დააძახა, აი იმასა და იმას შორის რო ვიყო, ყვარყვარე თუ თაბერში რო არის. მე იმას ვიტყვი, იმასა და იმას შორის რო იყო, ხო? აი ის იმასა და იმას შორის რო ამოგვიჭრეს და მარტო გახარიას წაქცეული ტორსი რო გვანახეს ქვევით და მე რო დაიდოს სურათები, რო ტირო და გამიგე, აი იმავე რა იყო, მოდი მოუყევით ყველამ ქართველ ხალხს. და მოდი გადაეცით ყველა სწორი ინფორმაცია თუ ვინ ხელი გაიღო იმის ტრაგიც უნდა კონდეს ადგეს და თქვას თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი თუ არა ბიზია თუ თმენის ვალდებულება გაქვს პოლიტიკოსი ხარ პარლამენტში ხარ და ასე შემდეგ მაშინ საერთოდ რატო გაიღე ხელი და მაშინ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი ეს რას ემსახურებოდა იცი ეს ემსახურებოდა იმას რომ ბიძინა ივანიშვილს გაუსწორეთ და მოღალატე გავლახით აი ეგ იყო თავი ბოლო გახარიას ცემის დებიუტი მეტი არაფერი არ იყო ყველამ უნდა იცოდეს ეს და არა რაღაცა სახელმწიფოებრივი ან კაცური ან რაღაცა შელაპარაკება და შეკამათება დღეს რომ ცდილობენ რომ თემაში გადაიტანონ ყველაფერი რა ეს ასე არ ყოფილა ყველამ იცოდა გახარია კაიფში რო იყო და იმ დონის კაიფში იყო გახარია ახასიათებთ საერთოდ ნარკომანებს მე გულახდილად გეტყვით ნარკომანები როგორც ნარკომანები გამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ზოგი ომმა მიიყვანა მაქამდე, სხვა სოციალური ფაქტორებია, გამიგე იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა მეწოდება. რა, იმიტომ რომ ეს ადამიანები სამკურნალო ადამიანებია და ჯოჯოხეთის პირში ჩასაგდება ყველა მებრალება, იმიტომ ნარკომანი, რომელსაც ბოლომდე აქვს სული გაყიდული დამოკიდებულებაზე, ხო? და არის კიდევაც ეს ერთ-ერთი ფაქტორი სადაზვერვო მიმართულებით ადამიანების კონტროლის, როგორც ალკოჰოლიზმი, როგორც სექსუალური გაღწილობები და მთელი ამბები, ქროჩახედოთ, ჩემი გამოგონილი არ არის ეს მთელი ცხრილია, რაზეც ეყრდნობა დაზვერვა თუ კონდაზვერვის მოქმედების ტაქტიკა მაგაზე ახლა საზოგადოების გონებას არ დავწვირთვავ, მაგრამ გახარია იყო კი შეპრობილი ამ სენით, რასაც ქვია ნარკომანია და სხვადასხვა სენები ჭირს კიდე მაგას, რომელიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა ჭირდეს. ნათქვამი აქვს დეგოს თავის დროზე კარგად, რომ როგორ შეიძლება სახელმწიფო დაბალგანვითარებული ადამიანების ხელში ჩავარდესო, ხო ისინიო მთელ საზოგადოებასო და ქვეყანასო დაიყვანენ მის დონეზეო და მართალიც არის, აბა თუ არ არის, ახლა შეხედეთ თქვენ დასული
ჩვენი ქვეყანა გორილა სამხარაძის დონეზე, ნარკომანი გახარიას დონეზე დასული და ამათ შორის მომხდარი შეკავანთების შემდეგ, რომელიც ძალიან კარგად ჰქონდა ინფორმაცია დიტო სამხარაძეს, რომ ნარკომანი გახარია იმყოფებოდა კოკაინის ზეგავლენის ქვეშ, ესეთი აფორიაქებები ახასიათებს რა, თავი ეგონა აივენ ხო და გაუწია ხელი, შეაძახა რაღაცა და მოხვდა ცხვირპირში, მოხვდა ნარკომანს ცხვირპირში, ერთმა გორილამ გალახა მეორე ნარკომანი და ვერ მოითმინა ესეთი აგზნების დროს და ჩავარდა ისტერიკაში და დაიწყო ტირილი. როგორი გულსატკენია და როგორი მძიმეა ეს ჩვენი ერისთვის და ჩვენი ხალხისთვის, აი ამ ყველაფერს უყურებდეს გახარიას მტირალე სახე კი არ მეწოდება. ჩემი ერი მეწოდება, რომ აი ამ ნაბიჭურის ხელში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს ყავდა ეს მტირალა მდედრი, ყავდა შინაგან და ნარკომანიც. ყავდა შინაგან საქმეთა მინისტრად და ყავდა მერე თავდაცვის პრემიერ-მინისტრად, უფრო ვარესი რა. რა უნდა ვილაპარაკო? ამას უყურებს ყველა ის ადამიანი, სხვათა შორის ის ნარკომანებიც, რომლებიც გახარიას დროს რაღაცა რუტინით ხო არსებობს, რაღაცა სტატისტიკა, ვიღაცა უნდა ჩაჯდეს ნარკომანიაზე ციხეში, ვიღაცა ნარკოგასაღებაზე უნდა ჩაჯდეს. ამას უყურებს ყველა იმ ციხიდან, სადაც ზოგს კიდე სამუდამო სახლი მიცეს ციხეებში და ბიჭო, ებადება შეკითხვა, მე თუ ზივარ ციხეში ნარკომანი და ჩატლახი, ეს რატო უნდა იყოს იქ? რატო უნდა იყოს საერთოდ გარეთ, რატო უნდა იყოს პოლიტიკაში? გარეთ რო არის კიდე ერთი პრობლემა და პოლიტიკაში რო არის კიდე მეორე პრობლემა არის. და კიდე რომ ერის ბედი ხდება სათამაშო, აი ამათ ხელში ეს არის კიდე ცალკე ტრაგედია და კიდე ცალკე უბედურება ხალხო. აი ეს არის მთელი როგორ გითხრათ, პრეამბულა იმ სიტუაციისა, რომელსაც ქართველ ერს უმალავე. თუ ასეთი პატიოსანი და მაგარი კაცია გახარია, რატო არ წავიდა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, რატო არ მოითხოვა მისი სრული შემოწმება? ცხვირი მოტეხეს კი არა, გაგლეჯილ კაიფში იყო ტიპი. გაგლეჯილ კაიფში იყო, თავსაც ვერ იკავებდა რა. ყავით იცავს ჩვენი ერის ღირსებას, ყავით. აი ყავა შეისხი გახარია შენ ნაბიჭვარო უკანალში შენ. ეს ბერიას რო ადარებდნენ, ისეთი მინისტრი რო იყო და ქოცური პროპაგანდა რო კლიპებს უმონტაჟებდა, გახარიამ თვალი ჩაგვიკრა, ხელი დაგვიქნია. თვალთხარია, მე უცებ გათეთრდა. ამას ხო ყველა უყურებს, კაცო, ეს ხო არ არის რაღაც ჩემი გამოგონილი საკითხი. გახარიას ნაბიჭვარი იყო ის ირაკლა შეიშმელაშვილი, ურია, რომელმაც დაკრა ფეხი და აგერ ამერიკაში გააპარა საბომი ზურაბიშვილმა, რომელიც პირდაპირ ადგენდა იმ სქემებს, როგორც უნდა ეცემათ ხალხი ქუჩაში და არა მარტო ერთხელ, რაც ეს ირაკლი შეიშმელაშვილი გაიპარა საქართველოს, კი არ გაიპარა, მაგრამ გააპარეს ირაკლი შეიშმელაშვილი, მის მერე საქართველოში კაცი არ გალახულა. მასა ისეთი დონის სისასტიკით არ გალახულა. აი ეს არის სიმართლე. ეს არის ასეთი დაჯგუფებები ყავს გახარიას ირგვლივ შემოკრებილი, ვინ არის გახარიასთან ერთად. გახარიასთან ერთად არის უცხო ქვეყნის სადაზვერო ჯგუფი, რომელიც კარგად დაგეგმილი სტიგმით ახდენს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას. აი, ვინა, ეხლა ხო იჯდა ივანიშვილთან, ხო იცის სისტემა როგორია, სად უჭერს, სანაირად უჭერს და აი იქ ურტყამს, მაგრამ ივანიშვილს კი არ ურტყამს სახელმწიფოს, ურტყამს საზოგადოებას. და გამოვლინდა ეს ფაქტი, ხო? ნახეთ, ყველამ რამდენი ადამიანი იქნა კომაში ჩავარდნილი, ვისი ხელით? ირაკლი შეიშმელაშვილის ხელით არიდნა? ირაკლი შეიშმელაშვილი ჯარიდან როგორ გადავიდა პოლიციაში? გადავიდა გახარიას პირდაპირ მითითებით. ესეთი როტაციები ასე მარტივად არ ხდება, თორემ ირაკლი შეიშმელაშვილს არანაირი საპოლიციო განათლება არ ქონია, იქ დამჯდარ იყო და მასის კონტროლზე გაეწია მონიტორინგი და მით უმეტეს პლანირებები ამ ყველაფრის. და კიდე ღალატს გააჩნია, დაჯდა ტელევიზიით და შანოდარას ეთერით პირდაპირ გადასცა ქვეყნის სადაზვერო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია. ხელისუფლება დუმს, ხელისუფლება არ იღებს ხმას. ირაკლი შეიშმელაშვილი არ არის გახარიას რეჟიმის კიდე ერთადერთი სახე. ირაკლი შეიშმელაშვილის გარდა გახარიას გვერდით უდგას ყოფილი ეგრეთ წოდებული ყოფილი პოლიციელები, რომლებიც შესული არიან ამ დესტრუქციაში, ეგრეთ წოდებული პოლიციელების შვილები, უშიშროების თანამშრომლების შვილები და სხვა ნაძირლები.
და აი ამის იმედი აქვს გახარიას. გახარიას აქვს დაგროვებული უზარმაზარი ტოტალური მოცულობის ქონება, რომელიც გატანილი აქვს უკვე საზღვარგარეთ და ის ცდილობს, რომ ეს ქონება შეინახოს და შეინარჩუნოს. წარმოუდგენელია ყოფილმა პრემიერმა, რომლის პრემიერობის დროსაც პენსიონერს აქვს ბატონებო 250 ლარი პენსია ადგეს და იყიდოს უცხოეთში 1 მილიონად სახლი. ასწავლოს უცხოეთში სხვისი ქვეყნის არარეზიდენტ და არამფარველობაში მყოფ მიშვილს საუკეთესო პანსიონში. ეს წარმოუდგენელია პატიოსანი ქვეყნის პატიოსანმა პრემიერ-მინისტრად ნამყოფმა თუნდაც პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაში მყოფმა პირმა შეძლოს ეკონომიურად. და ესეთი კაცი გარბის ზიზვიად გამსახურდიას საფლავთან და მუხლმოდრეკის რიტუალებს აკეთებს. სამარცხვინოა ეს. იმ ზვიად გამსახურდიას ედარება, რომელმაც მისი ხელფასის დანიშვნაზე თქვა უარი და ჩემი ჰონორალით ვიცხოვრებო, რასაც ვწერო და რაც გამაჩნიაო მე. რამხელა სიღრმეა და რამხელა დიფერენციაცია სიმართლეებს შორის და როგორ სიცრუეში და სიყალბეში შეყავთ მთელი ერი და სად ვიღუპებით ჩვენ როგორც ქართველები. ვენდობით რა ვიღაცის პოლიტიკურ თამაშებს, რომელიც ძალიან მოკლებულია რეალობას. რატო არ წავიდა გახარია სვამ კითხვას სამხარაულის საექსპერტო ბიუროში? ცუდია იმ ქვეყნის საექსპერტო ბიუროში წასვლა, რომლის პრემიერიც თავად იყო? ცუდია იმ საექსპერტო ბიუროში სისხლის ჩაბარება, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც უამრავი ადამიანი გაუშვეს ციხეში? რატო არ ენდობი? რა ვინ გაგიყალბებს შენ ბიჯო? სისხლი ესეთი რაღაცა არის საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს გენეტიკურ კოდს და გენეტიკურ თვისებას და მახასიათებლებს თუ სადმე რამე ლაქა დარჩა ვინ გაბედავდა რომ შენთვის რაღაცა გამოეგო თურქეთში გაიქცა იქ გაიკეთა ტესტი წამალზე რომ წამალი არ ქონდა თურქეთში რომელიც არც ერთ ევროპულ კონვენციას არ ემორჩილება არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და თურქეთში სადაც ყველაფერი ყალბდება კარგ ფულზე ფული როგორც გითხარით გახარია ძალიან სერიოზული და ახლა მინდა მე თქვენ გითხრათ იქ თავს რო ზვიადისტებს უძახით და მიყუჟული ხართ გახარიას ბუნაკში ზვიადი მოკვდა და მე რა ვიღაცასთან ხო უნდა ვიყოთ ამ იდეის ვინც ახართ შეპყრობილები აი ყველას მინდა თქვენ აქედან გითხრათ ბიჭო არ გრცხვენიათ გახარიას პოლიტიკურ პარტიაზე საერთოდ არ ვილაპარაკებ ეს არ არის პოლიტიკური პარტია ეს არის დაჯგუფება რომელიც მას ჭირდება რაღაცა თამაშებისთვის და სხვა პარტიებს თუ უთხრეს უარი მაგალითად როგორც ასეთი ფორმა ქონოდათ პარტიული სახის გახარიას ესეთი რაღაცა ვერ უთხრეს იმიტომ გახარიას ლობირებს მტრები გახარიას ვინც უდგება გვერდში მნიშვნელობა არ აქვს ეს საიდან იქნება რომელი ქვეყნიდან იქნება და რა მიმართულებიდან იქნება ყველამ უნდა იცოდეს რომ გახარიას ქართველ ერთან და ქართველ ხალხთან საერთო არ აქვს არაფერი არ შეიძლება ეს მას კონდეს ყველამ უნდა იცოდეს ეს რომ გახარიათი საქართველოში საკუთარი ინტერესების მიღწევა არის წარმოუდგენელი ძალიან მარტივად გეტყვით იმიტომ კი რომ ბიძინა ივანიშვილია საუკეთესო არა ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს გახარიას კომპრომეტირებას ოღონ გამოგონილი სირობებით კი არა რაც გახარიაში დევს და გახარიაში ძალიან ბევრი ცუდი დევს ივანიშვილს მიაჩნდა რომ თუ გახარია იქნებოდა თანამდებობაზე მისი კონტროლი შეიძლებოდა მაგრამ გახარიას პატრონებმა რომლებსაც გაცილებით დიდი კომპრომატები ქონდა გახარიაზე ვიდრე ბიძინა ივანიშვილს მოახერხა ამ თოჯინის გადაბირება საკუთარი მიმართულებით აი ეს არის მთელი უბედურება და ის კატეგორია რომელიც გახარიასთან დღეს მსახურობს ქვეყნის წინააღმდეგ მისი ნათესავები ბიძაშვილები ახლობლები დღესაც რჩებიან პენიტენციალური სისტემის მაღალ თანამდებობებზე უშიშროებაში მაღალ თანამდებობებზე რეგიონის სხვადასხვა ძალოვან დანაყოფებში მაღალ თანამდებობებზე სახელებით და გვარებით ვიცი ყველა
სახელებით და გვარებით. და ნებისმიერ დროს შემიძლია მათი საჯარო მხილება, მაგრამ იცი რა არის, არ ვაპირებ. მე ხა ქოცების საქმე ვაკეთო აქედან, ქოცებმა აკეთონ თავიანთი საქმე აქედან, მე ვაკეთებ ქვეყნის საქმეს. და საზოგადოებას ამის ილუზია არ უნდა გაუჩნდეს, რომ გახარი არის ისეთი კაცი, რომ გახარიათი შეიძლება რამე საქვეყნო გაკეთდეს. არა. საერთოდ უახლოეს მომავალში ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება საქართველოში. თვითონ აი ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს ჩვენ აი შეხედეთ აიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები რა. კულმინაცია უკვე მისულია, მიღებულია დესტრუქციის დავალება და ეს პროცესი ნელ-ნელა შევა ძალაში. როგორც სათანადო ჟამი მოვა და ეს როდის მოვა? ეს არის გეგმება ქვეყანაში. ახლა იცი რა, პირდაპირ გეტყვით რა, ქართული ოცნება გავს დაცვაში მყოფ საჭადრაკო პარტიას, რომლის მეფეც უკვე განწირულია. მას არ აქვს არანაირი მომავალი, მას არ აქვს არანაირი შანსი იმისთვის, რომ დარჩეს და გააგრძელოს. ყაიმის თავიც არ აქვს. ყაიმის თავიც არ აქვს. ბოდიშვიხტი ყველასთან ვერ ვპასუხობ თქვენს შეკითხვებს, ყველა შეკითხვებს და ამავდროულად სანამდე გახარიას ცემის ფაქტს გავაგრძელებდე კიდე დეტალურად სანამ დავასრულებდე, ხო? აქვე მინდა დიტო სამხარაძის საქციელს შევეხო. დიტო სამხარაძე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული გაუნათლებლობის და უინტელექტობის კლასიკური მაგალითი ქართულ ოცნებაში, იმაზე მძიმე ვიდრე ყაველაშვილი. გულახდილად გეტყვით. იმაზე მძიმე, აი რა შეიძლება ცუდზე ცუდი იყოს. აი ეს არის დიტო სამხარაძე. ჩაგდებული აქვს ხელში სამშენებლო ბიზნესებიდან მიღებული წილები ხალხო. და კალაძესთან ერთად ზის და ანაწილებს და იყოფს ამ ყველაფერს. აი ეს არის დიტო სამხარაძე. და აი ზუსტად აი ამ თემაზე შეეცადა გახარია სამხარაძის წინააღმდეგ გაეკეთებია თემა და ის მოხდა ცხვირში. აი მაკლერი დაუძახა, რო არიცით. აბა გამოიტანეთ და ანახეთ საზოგადოებას სრული ვიდეო, რატო არ გინდათ რო ანახოთ. და ადგა და მოხდა ცხვირში. იმიტომ რომ ის ახლა ძალაუფლებას გრძნობს ხელისუფლებაშია და ყველა მაგას ემორჩილება და ვინც აგერ შინაგან საქმეთა მინისტრია, ახლა გახდა კაცო გენერალ პოლკოვნიკი. ეს კიდე ცალკე ტრაგედია. გომელაურზე მაგ ლაპარაკი. კაცი, რომელიც ივანიშვილის სასახლეებში ჩიტების, მერცხლების ბუდეს ანგრევდა, ხო გახსოვთ? ბოროტი ვანოს ამბავი რა. ჩიტირო ფეხებით დაკიდა და აწვალებდა. აი ესეთი ტიპი იყო და არის არც არ წასულა კაცო არის მაშინ დუბიძინას სახლებში აფუჭებდა ამ ყველაფერს დღეს ქვეყნის მასშტაბით აფუჭებს და რაღა აფუჭებს ჯერ მე მწვენია რომ განაჩაპირადი საქციელის გამო კი არ მწვენია არამედ მე მწვენია რომ მაგ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდება მე ვაჩუქებ მაგას გომელაურს თუ უნდა და გენერალ პოლკოვნიკს კიდე დაუმატოს ჩემი სამი ვარსკვლავის ზევიდან, იმიტომ რომ ქვეყანაში ისეთი აბსურდული რაღაცეები ხდება ხალხო. რა მესმის ყაველაშვილი კაი გაუნათლებელი ცალკე მართვის და კულტურის ის საერთოდ არ გააჩნია, მით უმეტეს ახლა იმიტომ კი არ ლანძღავრო, ტრენდშია მაგის ლანძღვა. ჯერ ერთი სამარცხვინოა ის რომ პრეზიდენტს გნიშნავენ. ეს არ უნდა დაგვეშვა ქართველებს. ქართველ ერს იმხელა უფლება კი უნდა გქონოდა რომ ჩვენი მთავარსარდალი ჩვენ თვითონ ხალხს აგვერჩია და რა ვიღაცას დაენიშნა. არ შეიძლება ყველაფრის საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ასე გავაკეთებთ. კი, მანამდეც არ ხდებოდა დიდი სიკეთეები ამ მიმართულებით, მაგრამ რაღაცა ფორმა უნდა შეგვენარჩუნებია რა. არ შეიძლებოდა სამარცხვინო იყო. დიდი სირცხვილი ვჭამეთ. ჯარში ხო არ უმსახურე. ერთი ღამი არ გაუთევია საგუშაგოზე, ერთი სიცივეში არ შეციებია და იარაღი ხელზე არ მიყინია. ყაველაშვილს და გენერალ პოლკოვნიკი გახადა გომელაური. მე ერთი თხისკენ და ერთი მგლისკენო რო არის ნათქვამი, მე შეკითხვა მინდა რა დაგისვათ აი თქვენ. ყაველაშვილს მინდა რომ დაუსვა შეკითხვა პოლკის დონის ქვედანაყოფი.
ხო აიძლევიან წოდებას გენერალ პოლკოვნიკი. თუნდაც საპოლიციო ქვედანაყოფი დამისახელეს საქართველოში სად არის პოლკის დონის. ხო არის ბატალიონი, ბრიგადა და ასე შემდეგ და ბოლო корпуსები და ესე. სად აყავს საქართველოს პოლკის დონის ქვედანაყოფი, ბიჭო? გამოყლევები. ასე როგორ მოაწერეთ ყველაფერი, ასე როგორ განუნებელყვეთ ქვეყანა ყველაფრისგან. იქ იყო მანამდე ზუბედურებები, აგერ ჩაჩიბაიები, ისინი გენერალ ლეიტენანტები და ისინი რომ გახადეთ მაგ გენერალ პოლკოვნიკი, მნიშვნელობა არა, კაცო სამხედრო თუ საპოლიციო წოდება იქნება, ესა სამარცხვინო ქმედება. სამარცხვინო ქმედება. როგორი ხელისუფლებაც აქვს, ისეთი ზუსტად იმის ავთენტური ოპოზიციაც აქვს. აბა თქვენ რა გგონიათ? რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ? არაფერი უკეთესობისკენ ჩვენს ქვეყანაში არ შეიცვლება. მანამდე სანამ ხალხი არ აიღებს ძალაუფლებას თვითონ ხელში. შესაძლებელია ეს ყველაფერი. უსახელო და უგვარო გმირებით არა. არ ჭირდება ქვეყანას გმირები, ქვეყანას ჭირდება პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები. არსად არ გავქცეულ ვარ მე ჩემი პოლიტიკური დევნა რო გააკეთა ხიდაშელმა და გახარიამ და ამ ყველაფერმა. გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი თავზე რო დამესხდა. მაგრამ მივედი სამხარაულის ბიუროში და დავჯექი და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება ჩაატარეს, რის შემდეგაც ვიგენი მე დაზარალებულად ცნობილი. კი არ გინდოდათ, მაგრამ სახეზე იყო დაზიანება და მაგრამ ფაქტია რა. ვინც სიმართლესთან მიმართებაში, აი თუ მე ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ მაგათთან მართალი ვიყავი რა. ფჩხილის ოდენა გაიქნია უროთი და უბრუნა ღმერთმა უკან. ცხვირპირი მოტეხეს მოუტყნეს დედის ტრაკი. ყოფილ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, კაიფში მყოფ მინისტრს. მე ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქემ, რომელიც თელ ხელისუფლებას ვლანძღავდი და ვაგინებდი, იმისი არ შემეშინდა იქ სამხარაულის კლინიკაში მივსულიყავი და ირონიულად კი იქცეოდნენ, მაგრამ მივედი და ჩემი ვალი მოვიხადე სახელმწიფოებრივი და ყოფილ მინისტრს თურმე ამის გაკეთება არ შეუძლია. გამიგე? გაუტყდა. ახლა მე მინდა აქედან გახარიას მივმართო, გეტკინა? განიცადეთ კივილი? თუ როგორც ვაშკაცმა ეს ყველაფერი აიტანე. არა მე ვიცი შენ კაცო მოგეპოვება არსენალში სიტყვები ძლიერი, მაგრამ შენი სიტყვები სახელმწიფოსგან ისეა დაშინებული, როგორც და მართლმსაჯულებისგან და მართლწესრიგისგან, როგორც სადა დედამიწა. შენ აბიჭვარო შენ. რამდენი ემიგრანტები რო ხდებიან განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ეტაპზე ქუჩაში ათევენ ღამეს და იყინებიან. შენ აბიჭვარო. შენსავით შვილი გამოუშვას რაღაც და მილიონიანი თბილი ბუნაგი შეუქმნა, ამის შესაძლებლობა სხვას არ აქვს და არც მაგალითად შეიძლება ბევრ სურვილი არ კონდეს. არიან ისეთები, იმიტომ რომ სამშობლოს ვერ უღალატებენ. შენ მოღალატე ხარ პირველი დონის. ოჯახი გამოარიდე და თვითონ ფრონტის ხაზზე დარჩი, ყავის ჭიქით ხელში. ტირილით კვდებოდა მე, არ ვიცი, ბატონ დავითი გიწერია, თქვენ გვარით ვერ მოგმართოს. მე მწვენია, რომ ესეთი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ჩვენ ქვეყანას ყავდა რა. მართლა მწვენია, იმიტომ ბიჭო, 5 კაცი მირთხამდა და კასტეტით მირთხეს და რავი, გადამიარეს თავზე. ჩასაფრებით და თავისი ჟურნალისტი ყავდათ პოსტივის მოყვანილი, იქ ჟურნალისტი პოსტივში ისე ვერ გახდები, შარვალამიშვილის ყლე თუ არა აიღე პირში. და ადვოკატი თავისი მოყვანილი ნასეტკა ვიღაცა, რომელიც მე აღმოჩნდა რა, თურმე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე რო ვიყავი, იქაც კი გვერდში მიჯდა, იქედან ყავდი აყვანილი სოტკაზე თვალთვალები. ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა. არ მეყოფა მე გულახდილად გეტყვით თქვენ სიტყვები, თქვენ სალანძღავად, მაგრამ ლანძღვაში ხო არ არის ზალა, იმ ხილებაში არის ზალა.
და აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი მხილება, იმიტომ რომ თქვენი მხილება თუ არ მოხდება დღეს, თუ არ მოხდება ხვალ, ეს გამოიწვევს ფატალურ შედეგს. და გახარიასთან ყოფი ნაძირლები, რომლებიც შეხედეთ ჯერ როგორ მარტივად დაახლოვდნენ იდეაში. შენ მიზანი მითხარი თუ არა, საშუალებას გაამართლებს ყოველთვის ეს აქტი რა. მაკიაველის არ იყოს ხაზარაძეს, რომელსაც ემუქრებოდა ივანიშვილის სახელებით წერილებს უგზავნიდა, დღეს ერთ ფრონტზე იბრძვიან, გესმის? და მაკო გომური, რომელსაც თვალი მოთხარეს, გახარიას გვერდზეზის და სახელმწიფოებრივად აზროვნებს. თუ ვინმე მეწოდება ნარკომან გახარიაზე მეტად, აი ეს გამოსირებული ბავშვი მეწოდება თვალი რომ მოთხარეს. აი გულახდილად გეუბნებით ამას. თუ არა ცრემლი შეიძლება აგერ სწორს ამბობს ეს ბატონი, ნებისმიერ შეიძლება მოუვიდეს და ატირდეს და მე რა კაცია ისიც ადამიანია, ხო შეიძლება დაკარგო ახლობელი და ატირდე, მაგრამ არა თხადნიაკში და არა ნარკოტიკის კაიფში მყოფი რა. ესაა მიუღებელი ჩემთვის პირადად როგორც მოქალაქისთვის. აი ამის თქვა მინდა მე. და ვიღაცა აი გამოეხმაურები ამ საკითხს კიდე ცალკე, მაგრამ ალეკო ელისაშვილი ჩამჯდარი აი ამ მევახშის, კგბ-ს სტუდკავშირის ვირთხის, მამუკა ხაზარაძის ბუნაკში, ეს ელისაშვილი, ეს უტრაკო ჩაჯმული, ეს მართლა დედამოწყნული, ვიღაცა დავით კაჭარავას ენით მithlis, რომ თურმე მე აქ რამოდენიმეჯერ ვახსენებ ალეკო ელისაშვილის დიშვილს და ერთი დამიკავშირდიო, შენი ნახვა უნდათო მაქო ალეკო ელისაშვილისო დიშვილსო, რატო ეხები ამ პატიოსან გოგოსო და არ მინდა ხამი აქ ენა წავიბილწო, მაგრამ ჯერ ალეკო ელისაშვილის დედა შევეცი და აი მე მის დიშვილს შევეცი პირში. რატო იცი? ჩვენ არავის არ გვავიწყდება ალეკო ელისაშვილმა რა გააკეთა. ჯერ თავისი თანაპარტიელი ეს ნაბიჭვარი იოსელიანი ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით სახალხო დამცველად დანიშნა, რომელიც თურმე ქუჩაში ხალხის ცემას და გაყალბებას ვერ უყურებს, გამიგე? და მე მეორე დღესვე ზუსტად სინქრონულად ეს საკუთარი დიშვილი მიუსვა იოსელიანს გვერდზე, რომელიც სახალხო დამცველად დანიშნა კოცების დახმარებით და იცით რას აკეთებდა ეს მისი დიშვილი? ეს იაზვა ყლექალა, ამის დედა მოვწყან მე. ბავშვთა უფლებებს იცავდა თურმე გიძია ალეკოს თანაპარტიელ იოსელიანთან ერთად. და აი ამ ვექტორის დავალება ქონდა და მე აქედან ერთი ამბავი რო ავტეხეთ, კი გახდა იძულებული იქიდან გაეჯვა. მაგრამ გვარწმუნებდა მანამდე, რომ თურმე ალეკო არაფერ შვაში არ იყო და ეს ყველაფერი იყო მისი მიღწევა. აი ალეკო ეს ელისაშვილის ყველანაირი იმის გარეშე, რა ქვია, შუამავლების გარეშე ვეუბნები, შედედამოწყნულო, ჩემსა და შენ შორის იმდენი ამ ხალხმა მოტყნა ტყნის გამზდელი, რამდენი შენ და შენმა პროტექციამ, შენი დიშვილი მიიყვანა შენი თანაპარტიელის ოფისში და დანიშნა იქ მაღალ თანამდებობაზე. და რამდენი მე ჩვენი კრიტიკის შემდეგ გამოაჯმევია შენ დიშვილს უკან. აი ეს ერთი პასუხი. ახლა რაც შეეხება რა უფლებამოვლეობასაც ისიქ ასრულებდა შენი ყლიშვილი დიშვილი. ბავშვთა უფლებების დაცვა, ბიჭო. გაეროს მონაცემებით 800 ბავშვი კვდება საქართველოში შიმშილის წელიწადში. 2 წლის უკან 300 იყო ეს რიცხვი და მე გაიზარდა 800-მდე. შენი დიშვილი უკვე თანამდებობაზე რო იჯდა, იქ უკვე 800 ბავშვი კვდებოდა წელიწადში შიმშილით. რა გააკეთა შენმა დიშვილმა? აგერ საფრანგეთში რამდენი ბავშვია სტატისტიკურად წამოსული, იცი? იმისთვის რომ საქართველოში აი თუნდაც აი ეს მავნესენი კიბო რაც არის რა, დაუდგინდა და საქართველოს ჩაუტარეს მკურნალობა, ცუდი მკურნალობა და ამან გამოიწვია მათი დაზიანება და ზოგი ყრუმუნჯიც კი გახდა. და თუ ვინმე შეეცადა სამართალში საქმის მიცემა, ყველას ეს პოლიტიკური ტერორი დაახვედრეთ, იქ კოცები. და დედა უტირეთ და გამოატანიეთ განცხადებები და დევნა გაუკეთეთ პლუს ამას რომ შვილი დაუინვალიდეთ. და რამდენს დააგვიანდა აი თუნდაც ამ საფრანგეთში მკურნალობა, რამდენ ბავშვს და რამდენი კუბოთი წაიღეს აქედან საქართველოში. იმდენი გახარება მე. რამდენი ეს სიმართლეა შენი დედა შევეცი და შენი ყლიშვილი დიშვილის. და სად არის ბიჭო დაცული ბავშვების უფლებები? მარტო ამ მიმართულებით რო ვილაპარაკოთ.
და შენ დიშვეს პრეტენზიები აქვს. მაშინ თუ პრეტენზიები არ უნდა და გქონოდა ჩვენ მაგის მიმართ საზოგადოებას, ესეთი რაღაცა არ უნდა ეკადრო და შენ ამას ოპოზიციაში მყოფი რო აკეთებ, ასეთ ნეპოტისტურ აქტს, ხელისუფლებაში რომ მოხვალ, ბიჭო, რას იზამ შენ? მერე ეთყობა ბებია შენსაც დანიშნავს სადმე თანამდებობაზე. თუ არა, ის შენი თანაპარტიელი იოსელიანი დიდი ხანია ქართული ოცნების ჯიბეში როზის და აგერ მცხეთაში მის აქციელში უზარმაზარი ჰესი რო აქვს. წამოჭიმული და კალაძესთან ერთად ბიზნეს რო აბრუნებს. მამამისმა რო კუპონებზე იყიდა. ეგ ბევრმა არ იცის, მაგრამ არის კატეგორია ვინც ვიცით და ნანახი გვაქვს ჩვენ მაგ. ეხლა რა შეეხება იმას, რომ მუქარას რა, რო იზახი რომ ჩვენი ხალხი შენ მაგნახავს გაგისწორდება. ყლევერ მომჭამოთ ბიჭო ძირში. თქვენი დაშინებულის დედა შევეცი. თქვენი არა მარტო ეგრეთ წოდებული ოპოზიციის და ხელისუფლებასთან კოლაბორაციონისტების მთელი კოცებისი თქვენი ერთად აღებული ყველასი თქვენი დედა მოვთხან და თქვენი დაშინებულის ვინც თქვენ შეაშინეთ ყველას დედა შევეცი. აი ეს იქნება ჩემი პასუხი და თუ გგონიათ თქვენ მე აქ ვინმე საუყვები ხულიგნურ პროცესებში ხელს დაუბრუნებ არა მე ჩემ ქვეყანაში არ დამიწყია ხელების ქნევა რატო იცი იმიტომ რომ ესაა კოცური სტილი და ჩემი ძალის ფასი ვიცი და დიდი ძალა ითხოვს დიდ პასუხისმგებლობას თუ არა თქვენ რომ სხვანაირი ყურადღება გინდათ ეს ჩემზე კარგად არავინ არ იცის ნებისმიერ თქვენს დესტრუქციაზე მივაჭერ აგერ სპეციალურ კრომკას ხელს მოვა ჟანდარმერია და ნებისმიერ თქვენ დესტრუქტანტს და საგარეო დაზვერვის აგენტს რომელსაც 50 ევროს უხდით პროვოკაციებში სამარცხვინოები გადაიყვანენ მარსელის ციხეში და სამარტოო საკანში მოუტყნავენ დედის მუტელს. აი ესე მოხდება. მე ამის გაკეთების სურვილი შეიძლება არ მაქვს, მაგრამ ვალდებულება მაქვს ეს გავაკეთო. იმიტომ ეს არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, რითიც შეიძლება თქვენ გიპასუხოთ. თორე თქვენ და თქვენმა ეგრეთ წოდებულმა გავლენის აგენტებმა აქ რა დანაშაულიც ჩაიდინეთ ამას წინათ. ვის წინააღმდეგაც ჩაიდინეთ. ვინც შეგითრევიათ, ვინც დაგითვრიათ, ვისთანაც გიკეთებიათ ესეთი პროვოკაციები და გაგშვლიათ. ეს თქვენ და იმან იცოდეთ. და მე ვინმეში არ შეგეშალოთ. დაასრულებთ თქვენს ყოფას მარსელის სამარტოო საკანში. აი ესაა პასუხი. თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ შეგახსენებთ ისე მაინც, იმიტომ რომ თქვენი ეგრეთ წოდებული გავლენის პროჭაგენტები თქვენს პროპაგანდის გარდა იქეთ ვერაფერს ვერ უყურებენ და უნდა იცოდეთ რა, როდესაც თავს ესხმებით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული სახელმწიფოს მიერ პოლიტიკურ დევნილად გამოცხადებულ ადამიანს ეს ითვლება ტერორისტულ აქტად. და კანონი არის ძალიან მკაცრი. და მოგეთყნებათ დედის მუტელი. ეს შემიძლია აქედან დაგკვირდეთ. დანარჩენი ქვეყანაში, როცა იქნება ეს, როცა დადგება ნამდვილი სამართალი და კანონი, რისიმე დიდი იმედიც მაქვს, იმიტომ რომ მე არ ცხოვრობ ფუჭი ოცნებებით, მე ცხოვრობ პერსპექტიული იმედებით რა. და მე ჩემი ქვეყნის ისტორიას კარგად ვიცნობ და ამაზე მძიმე ვითარება გქონია ქართველებს, მაგრამ გადარჩენილა. მე დანარჩენი მე მოგეკითხებათ. არავიზე არაფლის პატიებას არ ვაპირებ და ღმერთმა მაპატიოს იმხელა ქრისტიანი არა ვარ რომ მტრებს მით უმეტეს მარტო ჩემ მტრებს კი არა ჩემი ერის მტრებს ჯერ რამე მიუტეო და მომავალში თუ გადავწყვეტ ბერად შედგომას ხო მერე უკვე შევხედოთ თუ თქვენი სინანული იქნება იმხელა რომ ჩემგან ემპათია და თანაგრძნობა გამოიწვიოს აუცილებლად მოგიტევებთ მერე და მანამდე როგორც სამხედროს მე მესმის ერთი ყველაზე სწორი ტაქტიკური სულამტერი უნდა გაანადგურო. სანამდე თქვენ სინანული მოგძალებიათ და სანამდე მე ბერად შემდგარ ვარ, ხო? მანამდე ჩვენ შორის რჩება აი ეს მომენტი რა. ძალს თქვენ და ძალს მე. და აგერ ხალხი. ყველამ შეხედოს და ყველამ ნახოს რისი მკადრებლები ხართ ბიჭო თქვენ. თქვენ ღორიშვილები თქვენ. გამოვიდეს ალეკუელისაშვილი და ილაპარაკოს იმაზე რამდენი აქვს აღებული უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული უკვე პარლამენტში არ შესულ ნაბოზვარს.
მის ანადოლიძეს რამდენი აქვს ჩადებული უკვე ბიუჯეტიდან გახარიას რამდენი აქვს უკვე ბიუჯეტი ყველა რო დააცხერით ბიჭო საბიუჯეტო თანხებს და ამ პატარა თქვენი შვილის ტოლა ბავშვებს რო რობოკოპების ციხლის ქვეშ იმეტებთ რა ჩემი თხოვნა იქნება ვინც უყურებს ამ ვიდეო ეთერს ყველა მოიწონოს და გააზიაროს მიაწოდოს ეს ინფორმაცია ყველას მე მეტი სურვილი არ მაქვს მე რა თქმა უნდა ამათ პროპაგანდისტულ მედიებს ჩამოუვარდები ჩემი არხების გავრცელებით მაგრამ ნაკლები არ მაქვს ინფორმაციის გავრცელება ვიცი როგორ უნდა ვავრცელებ და საკმაოდ ეფექტურად კიდევაც მბლოკავენ კი მიშლიან გვერდებს მაგრამ არ ვისვენებ და არც მოვისვენებ მანამდე სანამ მიზანს არ მივაღწევ ჩემს ქვეყანაში მარტო ქართული ოცნება არ არის დასასამარებელი როგორც პოლიტიკური რეჟიმი თქვენ ყველა კოლაბორაციონისტები უნდა წახვიდეთ ფსკერზე მაგ გემთან მაგ ნაბიჭვრებთან ერთად რითი ახლა ჩემ სხვაობა ჩემთვის პირადად რაშია სხვაობა ელისაშვილს ანადოლიძეს ხიდაშელს და გახარიას შორის და ივანიშვილს შორის და ქართველი კაცი რომელსაც ისა ლუკმაპური უჭირს და არა აქვს უნდა დატკვეს იმითი რომ დილას გაიღვიძებს და თუ აქ იმის თავი წვდომა კონდეს საინფორმაციო საშუალებებთან თურმე ბრიტანეთმა ივანიშვილი დაასანქცირა და უნდა უხაროდეს მშიერკას ართულიან კოცები ამას მნიშვნელოვნად იმ საქართველოში ჩინურ კედელს შემოავლებენ ჩინეთთან კი აქვს ურთიერთობა და იდეოლოგია მოსწონთ ძალიან იქაური შემოავლებენ და იცხოვრებენ იქ და ბიძინას გამოაცხადებენ მეფედ ბიძინა იქნება უგვირგვინო მეფე ჯერ არის უგვირგვინო მეფე მაგრამ გვირგვინს მალე დაადგან იმიტომ რომ ჩვენ საოცარი რაღაცები ვიხილეთ აგერ მათთან კოლაბორაციაში მყოფმა თარხანას და ირმას პარტიამ იქ მეფე რო ყავთ ის დე-ფაქტო დავით ტრაქფხანმოურავი იმან და ირმუშკამ ბაბაიაგამ თავი საკუთარი თავები ხატებზე დახატეს ბიჭო და ლეონა ვასაძე დახატეს ხატებზე და ანუ ეს სირობები აკეთეს ეს არის ქართული ოცნების იდეოლოგია ისინი თუ ამას აფუჭებენ და აკეთებენ გამიგე ესენი სხვანაირ ფორმატში გვთავაზობენ საკუთარ თავს როგორც კერპებად გავლილი მომენტებია ესენი ისტორიულად ვინც იცის ვინც აკვირდება საერთოდ საზოგადო პოლიტიკურ ცხოვრებას და დაწყებული ანტიკური დროიდან დამთავრებული დღემდე მან იცის ის ფატალიზმი და ტრაგიზმი რითი მთავრდება ეს ყველაფერი არა მარტო მართველებისთვის და არა მარტო ტირანებისთვის აი საზოგადოებისთვის და ხალხისთვის კონსტანტინოპოლის დაცემა როგორც სახელმწიფოს ხო ვებერთელა იმპერიის მარტო იმითი არ დამთავრებულა რომ მისი მართველი განადგურდა არა როგორც სახელმწიფო დასრულდა და დასრულდა ის საბოლოოდ და განადგურდა ჩვენს ეს ბედი გვაქვს ჩვენ ეს მიმართულება გვაქვს ძალიან ბევრი ინტერესებია უცხო ქვეყნის საქართველოში ჩვენი და არა მარტო რუსეთის ნუ გონიათ რომ ეს არის მარტო რუსეთი მიმდინარეობს დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მე ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ რა სადაც ჩვენ არავინ არა ვართ და სადაც ჩვენი ტერიტორია ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს სატრანზიტო ზოლად გამოსაყენებელი აი მაგალითად გეტყვით რა ისე მარტივად შეიძლება გადაგვიარონ თავზე გადაგვიფრინონ და გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია რომელიმე ქვეყნის დასაბომბად ან სამხედრო ძალა ადგეს და შემოვიდეს და გადაიაროს ტერიტორია და გაიაროს სხვა ქვეყანაზე იმიტომ რომ ვართ ისეთ ადგილზე რომ ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი ჩვენი რომელიც ვერ გამოვიყენეთ სასარგებლოდ არავინ ჩვენ გვერდს არ აგვივლის მარჯვნიდან და მარცხნიდან არ იქნება ასე იქნება ცოტა სხვანაირად და აგერა გახარიას მოღალატე გუნდიდან უკვე ჩვენმა სამეზობლო წრეებმა იციან ვინ რა იარაღი მოგცა სადაც ვერბო პოტენციალით და სად რა ზუმში შეგვიძლია რას დავაკვირდით აი ესაა ხალატი რომელზეც სახელმწიფოს პასუხი არ აქვს და ერთი სისხლის სამართლის საქმის აღძრა დღემდე ვერ გაბედეს კი ცდილობენ რაღაცას მაგრამ არ ვიცი მოდი არ ჩავთვალოთ არავინ არაფლად თავარია აგერ მათი ბელადი გავაგოროთ ძირს და სამარცხვინო შემთხვევა კაცო სამარცხვინო შემთხვევა ჯერ გალახეს ატირდა და მე ვიღაცა მიდის თავზე კაპიშონს უწევს და ანახებს რომ ცხვირში სისხლი მოდის ამ ნაბიჯვარს რა
დავით მოდერატორი არ გჭირდება, არ ვიცი, ჯიგარო მაგასე განვითარებულიც არა ვარ, რომ მოდერაციები ვაკეთო ჩემი გვერდის. მე ვიცი უბრალოდ როგორ გავავრცელო ინფორმაცია და აი ვავრცელებ. და ამის გარდა მაქვს YouTube-ის გვერდი, Facebook-ის გვერდი და ყველას ვთხოვთ, რომ ყველა პლატფორმაზე შემომიერთდეთ რა. ამის თქმა მინდა. აი ეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს უთხრა, რომ აი ესეთი მდგომარეობა აქვს ქვეყანაში. და ჩვენ კიდე ერთხელ აი ცნობისთვის რა ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენ თავის მომჭრელება ვიდეო. თქვენ უნდა გქონდეთ დიპლომატიური პასპორტები, მაგის დედა შევეცი. არაბთა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც წადით იქ. აბუდაბში მის დედაქალაქში. რა გააკეთეთ იქ? სად არიან ის გმირები ის? მარგალიტ საყელოიანი თინათინი რო იცავდა იმას არყუას, მართლა იმ ყუას. აი, სად არის ის ზარყუა? ყუა, სად არის ზარყუა? თეფშებს რო ისროდა ტრაგიდან. ვიზზე არის გაცემული, ბიჭო. ვიზზე არის გაცემული დიპლომატიური შავი პასპორტები მაგის დეტავატირე. რა იყო რა, ისა არ დაგიდგათ ბიძინა სამართალი გომელაური გენერალ-პოლკოვნიკი ვეღარ გშველით არაბთა სახელმწიფოებში. იმ ქვეყანას აქ ძალიან დიდი შემოსავლის ქვეყანაა, არაბული ქვეყანაა, მუსულმანური ქვეყანაა, თავისი დრესკოდი აქვს და სულ ერთ ადგილზე კიდია თქვენი ჯერ ერთი ქვეყნის რაღაცა დიპლომატიური პასპორტები რა. სირცხვილისგან ხმას ვერ იღებთ, ბიჭო. თქვენი ტრაკის საქმე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ცოლი და საყვარელი ტიპს ერთდროულად ყავდა იქ წაყვანილი. მარტო გახარია კი არა, ზოგი ვენიდან არის კომპრომეტირებული, ზოგი ტრაგიდან არის კომპრომეტირებული. წესიერი კაცი მანახე შენ წესიერი კაცი მე მეგულება სოფელში. არავინ არ თქვას, რომ საქართველოს წესიერი კაცი არა. აი ეხლა დღევანდელი პოლიტიკური მმართველობა ვინც ის საქართველოში და თავს გვაჩვენებს სახელმწიფოებრივად ჭკვიან და განვითარებულ ადამიანად. გეუბნებით მე ეს ტიპები რომ მოგვაშორებია ყველა მე გაზრდილი ვარ გუშტიპში იმერეთის ერთ-ერთ ღარიბ სოფელში რა სადაც ჩვენ მეზობელი იყო ოტია იოსელიანი კვიმატიენა ქონდა ისე ზა სად ნახავდი მე მილიონს გუშტიპშიო ოტიამ ვერ ნახა მილიონი მაგრამ გახარიამ ნახა ხოდა გუშტიპში აღონ ამას ხუმრობის გარეშე ვამბობ რა გუშტიპში ერთი ჩიხის თავიდან მეორე ჩიხის თავამდე რო გაყვე იმდენად სახად მოაზროვნე მამაკაც ნახავ, რომელიც დილას რო დგება საღამომდე იცის რა უნდა გააკეთოს. კი თუ ერთი გიჟი ყველა სოფელს აყავს, კაცო. თუ არა, უმრავლესობა გეუბნებით მე და განსაკუთრებით ხანში მყოფი მამაკაცები, რომლებმაც იციან რა, სარეველისგან ყანა როგორ მარგლონ. გაწმინდონ ქართულ ენაზე გეტყვით. იმდენი ასეთი ადამიანი ივარგებს სახელმწიფო მეთაურად გეუბნებით, ბიჭო, პრეზიდენტი დანიშნეთ განათლების გარეშე. რომელსაც აი არანაირი კაცური ოფლის გამოცდილება არა, გარდა იმისა, რომ ბურთს დასდებდა და ფულს შოულობდა ამით. მიწასთან მაგას არ უმუშავია. ბაღთან მაგას არ უმუშავია. მიწა ხო, ყანა მაგას არ უმარგლია. და ყველას თუ ჩავაბარეთ ეს ქვეყანა, მოდი ჩავაბაროთ ერთი გუშტიბის ჩიხში მყოფ პატიოსან ადამიანებს ეს ქვეყანა, ხო? ამაზე უარესი და გვემართება? ნება მითხარით თქვენ პოლიტიკური ამისი. ნება მითხარით თქვენ პოლიტიკური ამისი თუ არა საქართველოში ყველა ქართულ სოფელში ასეა. წესი ვიცი, წესი როცა მიცვალებული კვდება, თავი კაცი, თავი ქალი აღმოჩნდება და სინდისას იშორებს, მისას სავალდებულოს და მიცვალებული ბარდება, მისას ქვეყანა გვიკვდება და ჭირის უფალი არ ჩანს არავინ. ვიღაცას ჩემი შედარებები არ მოწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყაველაშვილის შედარებები უფრო მაგრად მოეწონება. ვიღაცას ჩემი გინება არ მოწონს, მაგრამ მთავარსარდლის გინება უფრო მოეწონება. აი ვიცი, შემოკარგებო. ეგრეთ წოდებულ ახალგაზრდებს მივმართავ, თუმცა ბებერიაც მე არა ვარ რა. ჩემი გამოცდილება თუ გინდათ, აი ძალიან მარტივად გეტყვით რა. აი ეს ნაბიჯრები რა, დღეს რომ ლამის მთელი ქვეყანა, უმშევარი ქვეყანა რო გაფიცეს რა. ხელოვნურად რო ქმნიან ამ ილუზიებს.
და სპიკერი მათი მაკდონალდსა ჭყონია 1+1 რო გაძღებდათ მიტინგებზე კითხვას გისვამთ თქვენ რატო არ იფიცება ჭყონიას მაკდონალდსი რას გაიფიცება ბიჭო თქვენ სისხლზე უნდა იშოვოს ფული სად გახართ ვის გვერდზედ გახართ უბრალო ხალხი დადეგით გაყარეთ ყველა დედის ტრაკი მოუტყანით ნაცებს ბიჭო ამ დედამოწყნულ ხაზარაძეებს ამ გახარიებს ყველას ნუ გახდებით ნურავის და თავს ნურავის ნუ გამოაყენებიებთ პატიოსან ხალხთან მიდით პატიოსანი ხალხის ირწმუნეთ რა უნდა დავიჯერო იმ სტუდკავშირებს მქონდა შეხება მაგ სტუდო გაბოზებული უშიშროებაზე ჩამოკიდებული ბოზთა ბოზები ზიანი ახალგაზრდები არა ჩემი იხლე პატიოსანი და წესიერი კაცი იმ სტუდკავშირში და იმ სტუდმოძრაობაში ვერც მივიდოდი აგა სიმართლე ეგენი არიან კგბ-ს დროს რო ხაზარაძე ასრულებდა იმ როლს რასაც ასრულებდა აი მისი ანალოგები არიან არ გჯერათ ასე რო არის? ესეა. არ ვიცი მე რა ღირებულებებით არის ეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ახალგაზრდობა გაზრდილი, მაგრამ აი აქ რო უყურებ საფრანგეთში მე ბევრჯერ მინახებია და დღესაც შემიძლია კაც განახო. გავიაროთ და განახო. პატარა ბავშვს აწყობილ ქვეყანაში ასწავლიან მიწა როგორ გადააბრუნოს, თესლი როგორ ჩადოშიგნით, ხე როგორ დარგოს, მე როგორ მოუაროს, როგორ მოიწიოს და როგორ დატკბეს ამითი. სხვაგან კი არ არის. დამამცირებელი ტერმინად შემოღებული სიტყვა. ეს სოფლელია, შესოფლელო. აი, ქართველებს გვჭირს ეს. ჩვენ ლექსიკაში ჩაასახლეს ესეთი რაღაცა. შრომის მიმართ არ პატივისცემა. ტურული ბალახის მიერ წესიერი კულტურის არ გაწმენდის სურვილი გლეხი აკეთებს, ამას სოფლელი აკეთებს. რა უნდა გელაპარაკოთ, ვიჯო? რამდენი სიტყვა უნდა ვთქვა, რამდენჯერ უნდა ვთქვა ამის შესახებ. ცნობიერება არის შესაძლებელი. ამ ცნობიერებით ჩვენ განწირული და დაღუპული ვართ და გახარია ციდან მომავალ ღმერთად მოეჩვენება ბარეორს, როდესაც აი ეს ეგრეთ წოდებული სტუდკავშირელები, ხაზარაძე, ნიუ ხაზარაძელები წამოვლენ. და ევროპას უძახით თქვენ ამას, ეს არ არის ევროპა თქვენ რასაც აკეთებთ. ევროპა არის შრომელის პატივისცემა, შრომის უფლების დაფასება, სოციალური გარემოს შექმნა და სოციალური უსაფრთხოება. არც ერთი ნიშანი იმისა, რომ არსებობდეს კი არა საქართველოში. აი ამ ნიშნის მოთხოვნა და მასთან სტანდარტული გათანაბრება დღის წესრიგში არა აქვს არც ერთ პარტიას, რომელიც ხელისუფლებისთვის იბრძვის. არათუ განათლების, არათუ სხვა მიმართულების. სტანდარტები მაგარი გაქვს, ჩხუბით და ძალადობით. კარგად აქვს უფალს ნათქვა ბიბლიაში, ვინც ხმალს იღებსო, ხმლითვე მოკვდება. დაგემართა გახარია, შანს კი არ გიგებ. ნიშნის მოგებით კი არ გელაპარაკები. გელაპარაკები სიმართლე რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, როა ნათქვამი. დავითაზე კი არ არის იმერული გაგებით ეს რა. დავა, ხო იცით, დავა და კამათი. აი ამ ცუდი დავით რაც მოგვივიდა მთელ ერსახეზე გუჩერს აგერ გახარიებათ და ხაზარაძეებათ და დიტო სამხარაძეებათ და ამათ. აი ამის თქმა მინდოდა მე და მინდა და ყოველთვის ამას ვლაპარაკობ, მაგრამ ნუ ახლა შეუგნებელსო შეაგნებიეფო რა ნათქვამი. რაკნას ვინმე დაამთავრებენ სკოლას არანაირი სახელმწიფო გეგმა არ არსებობს, არანაირი პროგრამა არ არსებობს, არსებობს უნივერსიტეტები, სადაც ფასიანია სწავლა. კი მე გარდამავალ პერიოდში ვისწავლე და კი უფასოდ სახელმწიფო განათლება მივიღე უფასოდ, რაც შემეძლო ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ არ არის ასე რა. არ არის ასე. დაამთავრებს ახალგაზრდა იმ სასწავლებელს და იმის მერეც არ აქვს პერსპექტივა. სკოლას ამთავრებ არ არის პერსპექტივა. უნივერსიტეტს არ ამთავრებ არ არის პერსპექტივა და საბოლოო ჯამში დედამ რომელმაც წაგიყვანა სკოლაში, დაგამთავრებია უნივერსიტეტი,
იძულებული ხდება საკუთარი თავი გაყიდოს ემიგრაციაში და გაიყიდა მთელი ქართველიერი 2,800,000 ასე. თუ ოჯახიდან რომელიმე წევრი არ იყიდება, ის ოჯახი საქართველოში ამ სოციალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს. და რა ჭირს ემიგრაციას, როგორც ემიგრაციას? ეს ჩემზე კარგად არავინ არ იცის. მოდით მე ამაზე გავაგრძელებდი კიდე ლაპარაკს, მაგრამ შორს წაგვიყვანს, იმიტომ კიდე ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი ვიდეო არხი, იყოთ ამ გვერდთან კავშირში, იმიტომ მე ვლაპარაკობ აქედან სიმართლეს. სიმართლის ლაპარაკის სურვილი ღმერთმა ნუ მოგუშაროს, ნუ რავის რა. ოტია იოსელიანი რატო ვცემ ამ ადამიანს იცით პატივს? აი დიდი განათლება მას არ ქონდა ხო აკადემიური. და როგორ ლაპარაკობდა თავის განათლებაზე, გინდა კალიგრაფიის კუთხით, გინდა სამხატვრო აკადემიაში სწავლის სურვილის კუთხით უნდა იცოდე რა შენი კულტურა. ბიჭო, იმაზე კი არ უნდა ილაპარაკო, მარტო ხაზარაძის პოეტმა დეისაძემ რა დაწერა და იმაზე ვიღაცის ხელზე და ვიღაცის ტრაგზე რომ ლექსი მიუძღვნან, ის რო არის რა ქვია, საზღარი არსება ვიღაცა წერალთა კავშირის წევრი რო გამხდარა. არ მინდა ახლა ყველას ოტია იოსელიანი იმიტომ იყო ძლიერი, რომ ის სიტყვასთან ერთად საქმეს აკეთებდა. მუშაობდა ფიზიკურად იმასაკის ხალხი შეიძლება აქ მოხდა თავშესაფარში იჯდეს მშვიდად რა. აი გარი. მაგალითის მიმცემი გვინდა ცინცინატუსის მორალის მქონე სახელმწიფო მოხელეები. ვოლტერის აქ არის ესეთი ცნობილი მოაზროვნე, მწერალი, ფილოსოფოსი ფრანგულ კულტურაში ვოლტერი და მთელი საფრანგეთის ღირებულება რა ისტორიული ღირებულება მშრომელი საზოგადოების მიმართ ზუსტად ვოლტერის აზროვნებაზე იქნა დაფუძნებული და სწორედ ამ მიმართულებისკენ მოუწოდებდა ვოლტერი რომ ერი განვითარებული. თუ არ იცით ეს მე კიდე ერთხელ გაგიმეორებთ რომ ცინცინატუსი იყო რომის იმპერატორი და ბევრი ესეთი იმპერატორი არ ყავდა, სულ 3 ყავდა, რომელმაც სახელმწიფო თანამდებობაზე თვითონ თქვა ვარდანაჩეს კლავდნენ, ან წამლავდნენ, ან რაღაც. და დატოვა სახელმწიფო ძალაუფლება, წავიდა და თალგამი მოყავდა და კომპოსტოდა, იმითი ერთობოდა და როგორც კი დატოვა ქვეყანა ქვეყნის სათავეები მართვის სათავე ჯერ არ ჯეროდათ მოკვლავსო ეთყობაო რაღაც პროვოკაციას გვიწყობს. მე რო დარწმუნდნენ რომ ნამდვილად წასული იყო ცინცინატუსი იქიდან დააჯდნენ ხელისუფლებას და ჭამდნენ და ჩაიზირა ქვეყანა არასწორი ცხოვრების წესით, უბედურებით, რაც რომს ჭირდა, მარტო საქართველოს კი არა, ეს იყო ზუსტად უბედურება ის ჭია, რომელიც უჩნდება ნებისმიერ ძლიერ სახელმწიფოს სწორი მართვლის გარეშე რო არ არის და მე იცით თქვენ რომ ბიზანტია დაახლოებით ასეთმა მიდგომებმა ჩაძირა. და მე ის ტომების ველური ტომები, რომლებიც რომს ვასლობაში ყავდა, ისარგებლეს აი ამ ძლიერი მართვლის არ ყოფნით და იქ დადგნენ კარიბჭესთან, იქვე ახლოს და უნდათ რომ ამხელა ცივილიზაცია მოესპოს და კაცი ვერ ნახეს მხედართმთავარი, რომელიც აი ამ ველურებს სათანადო პასუხს გაცემდა. იმდონეზე იყო მთელი ქვეყანა წამხდარი და ამხელა იმპერია და ეძებეს ვერ ნახეს და ბოლოს ყანაში ნახეს. მიწას რო აბრუნებდა და ვერ იცუნეს მტვრისგან. არ უნდოდა უკან მობრუნება და ჯარზე სარდლობა. და დადგა იქ, იმიტომ რომ იმ ყანასაც დაკარგავდა, რომელშიც იყო. წავიდა დედაუტირან და ამ პრობლემს გაყარა და დიდი ტრიუმფით ბრუნდება რომში მქონდა პატივი მენახა ის კარიბჭე სადაც შემოვიდა. გამოიარა ის არწივის თაღები და მოასხა ტყვეები და ესე და გონია ხა ყველას რომ დარჩება ისევ მმართველობაში ცინცინატუსი და ახლა მეო ხელისუფლების ვალიო და სახელმწიფო ვალი მოვიხადეო და მიწისვალი მეძახისო და მიდის და სად მიდიხარო ერთი გიკითხეს მიაძახეს ასე სიტყვა სად მიდიხარო და თქვენო რო ნახოთ როგორიო კომბოსტო და ჭარხალი გამოვზარდეო ამ შეკითხვას მე არ დამისმევდით რა ქარაგმულად უთხრა არ არის აუცილებლობა მოკვდე რა იმ სახელმწიფო თანამდებობაზე რა
და ოტია იოსელიანს ძალიან კარგად აქვს ეს აღწერილი თავის მუხზე დაწერილ საბავშვო წიგნებში, ზღაპრებში. რო ყველა გაურბის იმ ქვეყანაში მარტო დაჩის ზღაპრები არა აქვს დაწერილი. მეფეთ კურთხევის ცერემონიას, იმიტომ ეს არის თან პასუხისმგებლობაც. რომელიც რატომ ხაც არავის არ აწუხებს და სხვა სიკეთის მიღება კი უნდა, როცა მართლობაში მოდის. და აი ამ იდეას ეყრდნობოდა ვოლტერი ფრანგულ ვარიანტში და ამ მორალს მიყვება დღესდღევანდელი საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემა. როცა ბავშვებს მიყავს და აკეთებიებს პატარა ბოსტანია თუ მიწის გადაბრუნება თუ ასე და ასე და ასე. აი საუბარი ჩავატარე მე დღეს თქვენთან და მადლობელი ვარ ვინც მისმენდით კიდევ ერთხელ მეკნება იმის თხოვნა რომ ბევრმა გამოიწეროს ბევრი შემომიერთდეს და ბევრმა გაიგოს ეს ბევრმა იმას ვლაპარაკობდი რომ ბევრმა შემომიერთდეს და ბევრმა გაიგოს ის რასაც მე ვლაპარაკობ და არა ისეთი ევროპა რომელსაც თქვენ გეუბნებიან რომ ევროპაა და გახწნილია და სისულელია ეს სიცრუე მე აგერ დაახლოებით 6 წელიწადი ვცხოვრობ და მე არ მინახია ვიღაცას ტუჩებში კოცნიდეს რაღაცა შეიძლება ორი შემთხვევა მქონდა ესეთი ვნახე და საზოგადოება იყო იმდენად ცივილური რომ იმისთვისაც მიუღებელი იყო ის აქციები და ეს თუ შეიძლება მოხდეს თქვა 60 მილიონიან ქვეყანაში დღეს არავის არ უკვირს 3 მილიონ ნახევარ ერში ესეთი დამოკიდებულება ლამის უკანალში იხმარონ ერთმანეთი ქუჩაში და ეს მეაჩნიათ ცივილიზაცია და ევროპად. ვიღაცის ლოგინი დაინტერესება ეს არ არის გონებრივი ადამიანის საქმე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის საქმე, თუ მისი ლოგინი სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრებაში არ გამოდის. თუ გადმოდის და ეხლა თუ ხიდაშელივით იქცევა ვინმე და საყვარლებს არჩევს იქ მის დაქვემდებარებული პირებიდან და თუ რაც მაია ფანჯიკიძემ გააკეთა აგერ მინისტრთა კაბინეტში ორალური სექსი ჩაატარა, ესეთ შემთხვევაში აგერ კლინტონის მაგალითი აიღეთ და კინგის მაგალითი აიღეთ ამერიკაში კინგ დავითის რა შემთხვევით დამთავრდა ეს ყველაფერი არ მინდა რა ამ თემებზე ლაპარაკი. სწორი აზროვნება და ვოლტერის მორალი და ცინცინატუსის მაგალითი სახელმწიფო განვითარებისთვის. და არა ის, რასაც ესენი გეუბნებიან, რომ ეს არის ევროპა. ეს ევროპა არ არის, რასაც ისინი აკეთებენ და ამბობენ. ევროპა არის სოციალური თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, სოლიდარობა და ემპათია, სწორი ემპათია და სახელმწიფოებრივი პოსტულატების პატივისცემა და ერთობის შენარჩუნება და აღმშენებლობა. ეს იწვევს მერე ეს სწორი ბალავერი აღმშენებლობას და გაძლიერებას საზოგადოების. მადლობთ ყურადღებისთვის. მე მჯერა რომ თქვენ შემოუერთდებით ჩემს ვიდეო ბლოგებს და ამით არ გაახარებთ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას.